ხალხის პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი ჯუმბერ თავართქილაძე დღეს ხელვაჩაურში ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქში თვითნებურად შესახლებულებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა სოციალურად დაუცველებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და თვითმმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. ჯუმბერ თავართქილაძის განმარტებით მისი მერად არჩევის შემთხვევაში პრიორიტეტული მიმართულებების სოციალური პროგრამების უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, ახალი კადრების გადამზადება და სტუდენტების დასაქმება გახდება. დღესვე ჯუმბერ თავართქილაძე თამარის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ ინვესტიციებს. როგორც ახლა მარტო ხელა დედა ვარ უსახკარო გაჭირვებული და ასეთი ძალიან ბევრი ყავს, არავისთვის არაფერი არც ამ პარტიას და არც არავის ხელი არ გამოუწოდებია და არაფერი არ გაუკეთებია. ყველაფერი კაი მისი გამოსვლა, ხალხთან ურთიერთობა, პენსიების დამატება, გაკეთება ის, რაც უჭირის დღეს თამარის დასახლებას. ეს ხალხი მიტოვებულია დღევანდელი ხელისუფლებისაგან და ვსწუხვარ, რომ ხელისუფლება, რომელიც დიდი დანაპირებით მოვიდა, ამ ხალხს არანაირი ყურადღება არ მიაქციეს. ბუნებრივია, ხელისუფლება, რომელიც დიდი იმედებით გაუჩინა ხალხს და მოვიდა დიდი დანაპირებით, ეკნებათ ყველას მიმართ უიმედობა. მე ვცდილობ ყველა მომრჩეველს დავარწმუნო იმაში, რომ იმედის დაკარგვა ეს არ არის კარგი საქმე და ამით არ გამოსწორდება პრობლემა.